მოსწავლეებისთვის სკოლა ხშირად ასწირდება პატარა, ბავშვებით გატანილ საკლასო ოთახებთან, რომელიც სავსეა მერხებით და სახელმძღვანელოებით, ზედმეტად მოკლე შესვენებებით და დაუმთავრებელი საშინაო დავალებებით. მაგრამ აღსანიშნავია ის, რომ ყველა სკოლა ერთნაირი არ არის. მსოფლიოს გარშემო გაკვეთილები შეიძლება ტარდებოდეს როგორც მატარებლის პლატფორმებზე, ისე სასახლეებში. დასჯის მეთოდიც კი ყველგან განსხვავებულია. რაც შეეხება სასკოლო სადილს, ის ზოგან კარგია, ზოგან ცუდი, ზოგან კი მართლაც საშინელი. მოდი ახლა ერთმანეთს შევადაროთ მსოფლიოს ყველაზე გამორჩეული, ყველაზე ცუდი და ყველაზე უცნაური სკოლები. ხო, სანამ ამას ვიზამთ, მანამდე არ დაგავიწყდეს არხის გამოწერა, ზარის ღილაკის გააქტიურება, რომ მეტი სიახლე არ გამოგრჩეს და ვიდეოს დალაიქება. დავიწყოთ. ალბათ ახლა გონია, რომ ყველა სკოლა ერთნაირად გამოიყურება, ნაცრისფერი შენობები, ორმაგი კარი, ცარიელი ეზოები, მაგრამ ინდოეთის ქალაქ ჯაიპურში მდებარე ჯეისრი ფერივალ საერთაშორისო სკოლის მოსწავლეები სასწავლო პროცესს ნამდვილ სასახლეში გადიან. ეს სკოლა თეთრი კედლებით, ლურჯი სახურავებით და კოშკებით ისე გამოიყურება, თითქოს დისნეის რომელიმე ზღაპრიდან იყოს. მაგრამ აღსანიშნავია, რომ მისი სილამაზე მხოლოდ გარეგნული იერით არ მთავრდება. ეს ელიტარული პანსიონი გთავაზობთ კერძო აუზს, ჩოგბურთის კორტებს, იპოდრომს, თავის თეატრთან ერთად. მას ასევე აქვს ხელოვნების ოთახები, რომლებიც მულტფილმიდან გადმოსულს გავს. ლოგიკურია ვთქვათ, რომ ასეთ სასწავლო გარემო იაფი ნამდვილად არ არის. პანსიონში ერთი სემესტრის ღირებულება დაახლოებით 778,000 რუპიაა, რაც მიახლოებით $10,000 გამოდის, ან ცოტა უფრო მეტი. თუმცა აღსანიშნავია, რომ ასეთი გრანდიოზული სასწავლო სისტემაც კი არაფერია შვეიცარიაში, კერძოდ ჟენევაში მდებარე ლე როზის სკოლასთან შედარებით, რომელსაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ელიტარული სასწავლებლის სტატუსი აქვს. მისი ძირითადი კამპუსი განთავსებულია ულამაზეს პარკში, ხოლო მის გულში არის 900 კაცზე გათვლილი უზარმაზარი საკონცერტო დარბაზი, რომელიც მთლიანად მინის კედლებით არის გარშემორტყმული და ძვირად ღირებული ხის მასალით მოპირკეთებული. ეს ყველაფერი არაა. ზამთარში სტუდენტები გადაჰყავთ მეორე კამპუსში, რომელიც მდებარეობს ალპების კურორტულ სოფელში. დიახ, მათ აქვთ მეორე კამპუსი და ისიც მსოფლიო დონის სამთო სათხილამურო კურორტზე. ალბათ გაინტერესებთ რა ღირს აქ სწავლა. ამას ახლა ვეკეთვით. ფასი 130,000-დან 150,000 შვეიცარულ ფრანკამდე მერყეობს, რაც მიახლოებით $157,000 აღემატება. მოდი ახლა გადავინაცვლოთ ჩინეთში, სიანის ოლქში, სადაც მდებარეობდა დონგჟენის დაწყებითი სკოლა. აქ არც კარებია, არც ფანჯარა და არც კედლები. გაკვეთილები ტარდებოდა გიგანტურ მღვიმეში, რომელიც ბორცვში იყო განლაგებული. რეგიონში განათლებაზე წვდომა ძალიან შეზღუდულია, რის გამოც ადგილობრივებმა მღვიმეს სასწავლებლად გადააკეთეს. სკოლა 1984 წელს დაარსდა და წვიმისგან იცავდა 8 მასწავლებელსა და 186 მოსწავლეს. თუმცა 2011 წელს ჩინეთის ხელისუფლება მის დახურა, რადგან ქვეყანას ცუდად აჩვენებდა. უცნაური არა. წყალში ჩაძირული სკოლები. ბანგლადეში წვიმების სეზონზე ქვეყნის 70%-ზე მეტ წყლით იფარება. ხშირად ეს ნიშნავს, რომ სკოლები იძირება. მიუხედავად ამისა, მოსწავლეები მაინც გამოცხადებიან ხოლმე გაკვეთილზე. ზოგჯერ წყალი გულმკერდამდე აღწევს, მაგრამ გაკვეთილები მაინც გრძელდება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ერთ-ერთმა ორგანიზაციამ შექმნა მოლებლივე სკოლები. ნავები, რომლებშიც გაკვეთილები იმართებოდა. მათ მზის პანელები აქვთ, რაც ელექტროენერგიას უზრუნველყოფს ლეპტოპებისთვის. ზოგიერთი ნავი საბავშვო მოედანაც გადაკეთდა. ახლა ბავშვებს ისე შეუძლიათ თამაში საქანელებზე, რომ წყალში გადავარდნის საფრთხე არ არსებობს. სადგურის სკოლები. ინდოეთის შტატ ოდიშაში, სადაც 134 მილიონზე მეტი ადამიანი სიღარიბეში ცხოვრობს. ბევრი ოჯახი ვერ ახერხებს შვილების სკოლაში გაგზავნას. შედეგად ბავშვები იძულებულები არიან მატარებლის სადგურზე ითხოვან მოწყალება. ამ გულისამოჩუყებელ რეალობას რამდენიმე მოხალისე გამოეხმაურა და დაიწყო სრულიად უფასოდ სკოლების შენება მატარებლის პლატფორმებზე. ამჟამად ქვეყანაში 12-ზე მეტი ასეთი სკოლა არსებობს, სადაც დაახლოებით 700-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, რა თქმა უნდა სრულად უსასყიდლოდ. სასკოლო კვება. ბავშვებისთვის სკოლაში ლანჩი შესაძლოა დღის საუკეთესო მომენტი იყოს, თუმცა ამას ვერ ვიტყოდით ყველა შემთხვევაში, რადგან სასადილოები დიდად განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. საფრანგეთში ბავშვები ჩვეულებრივ იღებენ 4-საფეხურიან მენიუს. ბოსტნეული სტარტერი, მთავარი კერძი, დესერტი და ყველის დეგუსტაცია. ეს ყველაფერი კვების მკაცრ სახელმწიფო სტანდარტებს შეესაბამება. მაგალითად, შემწვარი კერძები თვეში მხოლოდ 4-ჯერ შეიძლება იყოს და კეჩუპი კვირაში მხოლოდ ერთხელ. მენიუები ხშირად შეიცავს ისეთ საკვებს, როგორიცაა გაუმცხვარი არტიშოკი. რუსეთში 2020 წლიდან დაწყებითი კლასის მოსწავლეები იღებენ უფროსო ხელსაუზმეებს. უფროსკლასელები კი რეგიონულ ბიუჯეტზე არიან დამოკიდებულნი.
მდიდარ რეგიონებში ბავშვები იღებენ საუზმესats და ლანშსაც. ტიპიური საუზმე მოიცავს ჩაის, ტოს, ბურღულეულს და ზოგჯერ სოსისაც. ლანჩზე ხშირია ხორცი, თევზი, ბორში, კარტოფილი, პიურე და ტკბილი წვენი. 2019 წელს, სანამ მთავრობა სრულიად არ დააფინანსებდა კვებას, ბევრი ოჯახი 50 რუბლის გადახდასაც კი ვერ ახერხებდა ბავშვების კვებაში. შესაბამისად, მოსწავლეები მშივრები იყვნენ და ზოგჯერ საკლასო ოთახში გონებასაც კარგავდნენ შიმშილისგან. აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფრის ფონზე სამხრეთ კორეაში საერთოდ განსხვავებული სიტუაცია. ბევრ უფროს კლასელს სწავლა დილის 8-დან ღამის 11-მდე უგრძელდება. ამიტომ სკოლაში ისინი იღებულობენ როგორც ლანჩს, ისე ვახშამს. ლანჩის მენიუში შედის ბრინჯი, სუპი, ხორცი, ან თევზი, ასევე ხილი და ცხელი ლაფშები. ვახშამი ზუსტად მსგავსად არის ორგანიზებული. ზოგიერთ შემთხვევაში სადილე მოიცავს ხოლმე შემწვარ საკვებსაც, მაგალითად როგორიცაა ქათმის ნაგეცები, ტემპურა ან გრილზე შემწვარი კვერცხის სენდვიჩები. საინტერესო ალბათ, რა ჯდება ეს ყველაფერი? რა ჯდება ეს ყველაფერი თითოეულ ბავშვზე? პასუხი არის საერთოდ არაფერი. ეს ყველაფერი არის უფასო. 2021 წლიდან სეულის მერიამ განათლების სექტორში წელიწადში კოლოსალური $615 მილიონი ინვესტირება გააკეთა, რათა ყველა საჯარო და კერძო სკოლაში კვება სრულიად უფასო ყოფილიყო ყველა ბავშვისთვის. ზემოთ ხსენებული ყოველივე ნამდვილად მადი აღმძვრელია, მაგრამ ამერიკულ სკოლებში ზოგიერთი ლანჩი სულაც არ აღძრავს მადას. ქვეყნის ეროვნული სასკოლო კვების პროგრამა ყოველდღიურად 31 მილიონზე მეტ ბავშვს აჭმევს და ერთ ბავშვზე დაახლოებით $1.30 გათვალისწინებული. თუმცა იმისთვის, რომ ეს თანხა საკმარისი იყოს, მენიუ ხშირად იაფფასიან და კალორიით მდიდარ, გადამუშავებულ, ანუ ექსტრა რაფინირებულ პროდუქტებზეა დაფუძნებული. შტატიდან შტატში ეს ყველაფერი განსხვავებულად ხდება, მაგრამ ძირითადი მენიუ თითქმის მაინც ყველგან ერთნაირია. მაგალითად, პიცა და სიმინდი. ამ ყველაფერს სკოლის ნებისმიერ სასადილოში შეხვდებით. სხვა კლასიკური კომბინაცია იაფი ჰოთ-დოგები და კარტოფილი ფრი. საინტერესოა და ალბათ ძალიან ცუდიც, რომ ჯანსაღი ელემენტი ასეთ ულუფებში ხშირად მხოლოდ ერთი მწვანე სალათის ფურცელია ან ულტრა თხელი მწნილი. თუ საუბარია ყველაზე ცუდ სასკოლო სადილებზე, ალბათ ვერაფერი შეეჯიბრება და ვერაფერი შეედრება იმას, რასაც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სკოლაში სთავაზობენ ბავშვებს. ის, რაც ფორმით ცოტათი ფრის წააგავს, სინამდვილეში ჭიამჭამელები, ანუ მუხლუხოებია. როგორც არ უნდა გამოიყურებოდეს, მსგავსი მწერები აფრიკაში ხშირად იაფფასიანი ცილის რესურსია. დიდი შანსია, რომ ამ მენიუში გაცილებით მეტი კვებით იღირებულება იყოს, ვიდრე შეერთებული შტატების უმეტეს სასკოლო ულუფაში. საინტერესოა, შენ რომელს აირჩევდი, კონგოს მუხლუხოებს თუ ამერიკულ ექსტრა გადამუშავებულ კვებას. ასე მიიწურა ეს ვიდეოც. შეგახსენებ, რომ არ დაგავიწყდეს არხის გამოწერა, ზარისღილაკის გააქტიურება და ვიდეოს დალაიქება. მე მომავალ ვიდეომდე გემშვიდობები. დროებით.